გაზდას წელს ისე ველოდებიან. კომპანიები ექსპორტის საშუალოდ 25%-ის მატებას ვარაუდობენ. იუნესკომ 2012 წელი შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა. ზუსტად 300 წლის წინ საქართველოს პირველ სტამბაში ვეფხისტყაოსანი დაიბეჭდა და გენიალური პოემის მეცნიერული კვლევაც დაიწყო. წელს ვეფხისტყაოსანი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით ინგლისურ და ფრანგულ ენებზე გამოიცემა. როგორია 21 საუკუნის გადასახეთიდან დანახული ვეფხისტყაოსანი და რატომ რჩება რუსთაველი ყველა დროის თანამედროვე მოაზროვნედ? თეიკო ანჯაფარიძე გიამბობთ. ამზორებ ხომაიშვილი პირველი ბეჭდური გამოცემიდან ზუსტად 300 წლის შემდეგ ვეფხისტყაოსანი ისევ ხელით იწერება. პროექტის ავტორები ცნობილი ადამიანების მიერ დაწერილ კარგად ნაცნობ და ნაგზნობ სტრიქონებს უკვე წლები აგროვებენ. ბოლო სტროფები წელს გადაიწერება და ერთ წიგნად გამოიცემა. ახალი გამოცემა იმის სიმბოლო გახდება, რომ რუსთაველის პოემამ ლიტერატურული სივრცე გაარღვია და ცხოვრების წიგნად იქცა. ყველა აღფრთოვანებით ხვდება, რომ ჩვენ კიდე ერთხელ მოგვეცა საშუალება, რომ შენ რომ მიდიხარ, კიდე ერთხელ ვკითხულობთ იმ საინტერესო თავებს ვეფხისტყაოსთან, რომელიც ჩვენ ძალიან გვიყვარდა და გვიყვარს დღემდე. საქართველოში პირველი სტამბა ვახტანგ მეექვსემ დაახლოებით აქ, ანჩისხატის მიმდებარე ტერიტორიასთან გახსნა. სტამბაში სულ 19 გამოცემა დაუბეჭდიათ, მათ შორის შოთა რუსთაველის უკვდავი პოემაც. ვეფხისტყაოსანი საქართველოს პირველ სტამბაში 1712 წელს გამოუციათ. ვახტანგისეული კომენტირებული გამოცემა ახალი სამეცნიერო კვლევების საფუძველი გახდა. საბოლოოდ გაავლო ხაზი საერო და სასულიერო ლიტერატურას შორის. ტექსტები გახდა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი. ზუსტად ამის გამო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ხელნაწერებთან ერთად რასაკვირველია იძენს ვახტანგისეული ვეფხისტყაოსნის გამოცემა, რომელიც აი ხა თქვენ ხედავთ, გადარჩენილი იქნა და საყოველთაო ხმარებაში იქნა ჩადებული ეს ძვირფასი ტექსტი. საქართველოს სხვადასხვა საცავებში ვეფხისტყაოსნის 160-ზე მეტი ხელნაწერი და ფრაგმენტია დაცული. ერთ-ერთი ყველაზე ძველი მე-16 საუკუნით დათარიღებული ხელნაწერი მეცნიერებმა ახალციხეში აღმოაჩინეს. ერთ-ერთი კათოლიკური ლოცვანის აღწერის დროს ადის ქვეშ ბატონ მიშას მხედრული ნასოები დაუნახავს და უთქვამს, რომ დავუშალოთ ეს ყდა და იქნებ რა აღმოჩნდეს და გაუხმურია ბატონ ილიას, რომ შენც ეხლა ვეფხისტყაოსანი არ აღმოაჩინო და სწორედ ვეფხისტყაოსნის ფრაგმენტი აღმოჩნდა ყველაზე ძველი ნუსხა კათოლიკური ლოცვანის ყდის ქვეშ. სამწუხაროდ ერთფერცელია და არ არის სრული ნუსხა. აქვეა ცნობილი მხატვრის ზიჩის თვალით დანახული ავთანდილი, ტარიელი და ფრიდონი, ნესტან დარეჯანი და თინათინი. უნგრელმა ფერმწერმა რუსთაველის სოფხედველობა ფერებითა და ფორმით გამოხატა. 14-ის ნაცვლად 34 ილუსტრაცია შექმნა. საგამომცემლო კომისიამ კი 27 შეარჩია. გაკერპებული უფრო ყავს ვიდრე გაგებული. ჩემი შთაბეჭდილება ესეთია, ცოტა მაინც ზერელად გვიყვარს. ვიცით რომ მაგარია. აი რატოა მაგარი? მაინც ეს ესეთი რაღაცაა, რომ ყოველმა თაობამ უნდა თავიდან მიიღოს. ერთხელ აღიარება არა საკმარისი. გენიალური ნაწარმოებისა. სანამ მკითხველის ახალი თაობა გენიალური შედევრის გაკერპებიდან სტრიქონებს შორის გადმოცემული აზრის გაგებაზე გადავა, უკვდავი პოემა ფრანგულ და ინგლისურ ენებზე კიდევ ერთხელ გამოიცემა. პირველ ბეჭდურ გამოცემას წელს 300 წელი უსრულდება. ამიტომ იუნესკომ საქართველოს კულტურის სამინისტროსთან ერთად 2012 წელი შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა. ახალი გამოცემების პრეზენტაცია იუნესკოს შტაბ-ბინაში გაიმართება. უნდა რომ სოფლიო ნახოს პირველ რიგში ის მნიშვნელობა, რომელსაც პირველ რიგში საქართველო ანიჭებს ამ ნაწარმოებს და მის ავტორს და შემდეგ თვითონაც მთელი სიგრძე-სიგანით შეიგრძნონ ღირებულება და სერიოზულობა ნაშრომისა, რომელმაც ამდენი საუკუნის გასვლის შემდეგაც კი არ შეინარჩუნა, არამედ მე თუ მკითხავთ პირიქით, გაზარდა საკუთარი აქტუალურობა და თანამედროვეობა. რუსთაველმა დროს გაუსწრო. არარეალურ და რეალურ სამყაროს ზღვარზე არსებული ამბავი ევროპულ რენესანსამდე ადრე დაიწერა. ბოლომდე ამოუცნობი, ღრმა და მოულოდნელობით სავსე პოემა 8 საუკუნეზე მეტია აქტუალობას არ კარგავს. თბილისში ბევრჯერ ითოვებს და ბევრჯერ გამოიდარებს. კალენდარული ციკლი უსასრულოდ გაგრძელდება. ვეფხისტყაოსანი კი ღირებულებების მუდმივი ძიებისა და კვლევის საგნად კიდევ დიდხანს დარჩება.